საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები ორმაგდება, კანონში ცვლილებები ახალი წლიდან შევა. სიახლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების დაძლევა. სანქციები ეხება როგორც სიჩქარის გადაჭარბებას, ასევე მობილურის გამოყენებას. სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება, ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური სარგებლობისთვის, ასევე დგომა გაჩერების წესების დარღვევისთვის კი სანქცია 50 ლარით განისაზღვრება. ცვლილებები ეხება ქულათა სისტემასაც, სიახლესთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია. ორმაგი უნდა იყოს ჯარიმები. რო არავინ არ დაარღვე, მე ვარ თუ ვინცა ვარ. უნდა ყველა დაჯარიმდეს. დიდის და პატარას, დიდი კაცის და პატარა კაცის. უნდა იყოს ჯარიმები. ამ ქვეყანაზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი ჯარიმები, ძმაო. თუ გინდა რომ გამოსწორდეთ ქვეყანა, ყველაფერი შეშველებთ. შეამცირებს ავარიების რისკს. შეამცირებს ავარიების რისკს ჯარიმების. შეამცირებს. აღარ გავა, ღერძულას არ გადაეკვეთავს. აი ეგ გადასასვლელია, ფეხის გადასასვლელი არ უთმობენ. ჩვენი ქვეყანა ვერ წავა წინ, შილო. ეგ არ არის სწორი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა სხვა საკითხები უნდა მოაგვარონ, პირველ რიგში გზების საკითხი და შემოვლითი გზები და ისეთი საკითხები, რომელიც ამ რაღაც ავარიების ამბავს მოსპობს და რა ის რომ პირდაპირ ბოლო რაღაც 40 ლარით უნდა მოუმატო პენსია და ბოლომდე აღჭობ ადამიანს. არ არის სწორი ეგ გაკეთებული ნაბიჯი. უნდა გამკაცდეს, იმიტომ რომ ქვეყანა ავარიები ხდება ძმაო და არ ითვალისწინებენ იმ არც მოძრაობის წესა ზოგი ის არის ზოგი ისა და სულ ყველაზე უნდა იყოს კანონი. ვისაც რა ქვია სისტრაფე უნდა ის იგრეც გაიქცევა, იგრეც გადაიხდი ეხლანდელ პერიოდში კიდე უფრო რა ქვია ის იყო, რა ქვია მე ნელა მივდივარ წყნარად ბუგურზე გადაირმეს, იმას კამერა აინტერესებს. არც ნარუშენი აინტერესებს, არც რაფერი ეს ამაიღებს ფულ გადაიხდის. აიგრე ოფლით არა აქ ნაშოვნი და რაიმაებელი. რასაც აკეთებენ ძალიან კარგად აკეთებენ. ამდენი ავარიები რო ხდება.